მოგესალმებით ყველას, მე კაკაბაშვილი ვარ კომპანია Faberlic-დან. ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ყველა ჩვენს მომხმარებელს, რეგისტრირებულს, არარეგისტრირებულს, კონსულტანტს, ლიდერს ვუსურვებ იღბლიან შენაძენებს და მე მინდა პატარა ვიდეო გაკვეთილი შემოგთავაზოთ ახლა, რომელიც ძალიან გაგიმარტივებთ ახალბედებს ჩვენს ონლაინ მაღაზიასთან ურთიერთობას. ანუ დღეს ჩვენ გაჩვენებთ როგორ შეხვიდეთ თქვენს პირად კაბინეტში, როგორ ნახოთ კატალოგი, როგორ ნახოთ თქვენი შეკვეთა, როგორ აწყოთ ახალი შეკვეთა, როგორ ნახოთ მომდევნო კატალოგი და ისარგებლოთ აქციებით. მას ასე დავიწყოთ. იმ მომხმარებლების საყურადღებოდ კი, რომლებიც ჯერ არ არიან ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებლები, სურვილი გაუჩნდებათ, რომ შემომიერთდნენ ჩემს გუნდში, ვიდეოს კომენტარში დავტოვებ ბმულს, რისი საშუალებითაც თქვენ მოხვდებით ჩემს სტრუქტურაში, დაგიკავშირდებით პირადად მე და აგიხსნით ყველა დეტალს, რაც Faberlic-თან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. ესე იგი, რას ვაკეთებთ ახლა? პირველ რიგში საჭიროა, რომ გავხსნათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია, ეს არის faberlic.com საიტი, ჩავწერთ მისამართის ველში faberlic.com საიტს, მისამართს და მოვხვდებით ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში. თუ თქვენ პირველად ხსნით ამ აღნიშნულ საიტს თქვენს მოწყობილობაში, კომპიუტერი იქნება ეს თუ ტელეფონი იქნება, შესაძლოა საიტი ჩაიტვირთოს სხვა ენაზე. ამიტომ გირჩევთ ზედა მარცხენა კუთხეში შეხვიდეთ, აგერ აქ აირჩიოთ ენა და აყენოთ ქართულ ენაზე და აირჩიოთ თქვენი ქალაქი. აირჩიეთ ამჯერად ავირჩევ მაგალითად ჩემს ქალაქს თელავი, ხო? აი ესე ავირჩევ და ყველაფერი იქნება უკვე ფასები, აქციები მორგებული საქართველოს მოსახლეობისთვის. ზედა მარჯვენა კუთხეში გვაქვს ორი ღილაკის შესვლა და რეგისტრაცია. უნდა დავაჭიროთ ღილაკს შესვლა. ჩვენ უკვე გვაქვს რეგისტრირებული მონაცემები, გვაქვს ჩვენი ლოგინი და პაროლი, ასე ვთქვათ, იგივე სარეგისტრაციო ნომერი, იგივე ID, მყიდველის ნომერი ჩვენ საიტზე და ვსარგებლობთ ამ ნომრების საშუალებით. შესვლაში ჩავწერთ სარეგისტრაციო ნომერს, რომელიც მოგვენიჭა რეგისტრაციის დროს, ჩავწერთ პაროლს, რომელიც SMS-ით მივიღეთ რეგისტრაციის დროს და დავაჭერთ ღილაკს შესვლას. ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩვენ მოხვდებით ჩვენს პირად ვირტუალურ კაბინეტში, საიდანაც ხდება შეკვეთების გაკეთება, წინა შეკვეთების ნახვა, სასაწყობე ფასების გაცნობა, აქციების გაცნობა და ასე შემდეგ. ჩაიტვირთება აი ასეთი ვიზუალით საიტი, რა თქმა უნდა, ეს ბანერები ყოველ კატალოგზე იცვლება, პროდუქტები იცვლება, ფასები იცვლება და თქვენ რეგულარულად უნდა ადევნოთ თვალი ამ ყველაფერს. საიტი ძალიან მოსახერხებელია, ძალიან მარტივად არის სამართავი, ასე რომ არანაირი სირთულე არ გელოდებათ არც თქვენ, არც ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს. ეხლა პირველ რიგში ნახოთ ჩვენი კატალოგი, ფლეშ კატალოგი, ესე ქვია, ანუ გადავფურცლით, ვთქვათ, თუ არ გვაქვს ბეჭდური ვერსია და გავეცნობით ყველა იმ პროდუქტს, რომელიც მიმდინარე კატალოგში არის მოცემული. ამისათვის ზედა მარცხენა კუთხეში ეწერება ჩვენი სახელი და გვარი, მაუს მივიყვანთ აქ. ჩამოიშლება ორი პატარა მენიუ, დავაჭერთ პირად კაბინეტს, ნახეთ, დავაჭირე პირად კაბინეტზე და მოვხვდი უკვე ჩემს სამუშაო ველში. სადაც აი ასეთი ვიზუალი აქვს ყველაფერს, აქ სტატიები იწერება სიახლეების შესახებ, პერიოდების შესახებ ინფორმაცია, თუ რა შედეგებზე გავედით, როგორი ბრუნვა ქონდა, თვითონ კომპანიის შესახებ, ყველაფერი შეგიძლიათ ამას გაეცნოთ, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი და მოდი ახლა ვიპოვოთ ჩვენი მიმდინარე კატალოგი. საიტზე პირად კაბინეტში როგორც კი გადახვალთ, თქვენ შენიშნავთ ზედა მარცხენა კუთხეში ასეთი წარწერა გადაფურცლე კატალოგი. დავაჭერთ გადაფურცლე კატალოგს.
ანუ გადავდივართ აი ამ კატალოგების მენიუში. აქ ეხლა მთავაზობს სამ კატალოგს, რომელიც არის ხილული მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. კიდევ ვიმეორებ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაგივლიათ ჩვენ საიტზე რეგისტრაცია, ამ ვიდეოს კომენტარში არის ბმული დატოვილი, დააჭირეთ ამ ბმულს, გადადით და გაიარეთ რეგისტრაცია. ეს ძალიან მარტივია, სულ რამოდენიმე წუთი ჭირდება. ეხლა ჩვენ ვხედავთ სამ კატალოგს, პირველი კატალოგი არის მოქმედი და არის საჯარო, ანუ ყველა ხედავს ამ კატალოგს, რეგისტრირებულიც და არარეგისტრირებულიც. დანარჩენი ეს ორი კატალოგი არის მხოლოდ დახურული ინფორმაცია და წვდომა აქვს რეგისტრირებულ მომხმარებლებს. ეს არის მომდევნო კატალოგი მაგალითად. მოდი გავხსნათ ახლა ეს მიმდინარე კატალოგი, რომელიც აი ასეთნაირად იტვირთება და არის ძალიან მარტივი. ნახეთ, დამიწერა ძირითადი კატალოგი, ფაბერლიკი ნომერი 4, ანუ რიგით მეოთხე კატალოგი გახლავთ ეს, რომელიც მუშაობს 8 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით. ჩვენ შეგვიძლია ეს კატალოგი გავაზიაროთ გაზიარების ღილაკით, აი ასე დავაჭერთ და ნებისმიერ სოციალურ ქსელში გავაზიარებთ. შეგვიძლია კატალოგი გადმოვტვირთოთ ჩვენს მოწყობილობაში, ან თუნდაც ძალიან მარტივად დავაჭერთ კატალოგის ნახვას და უკვე ჩვენ გავეცნობით სათითაო ფურცელზე მოთავსებულ ინფორმაციას, ანუ გადავფურცლით კატალოგს. აი ნახეთ, ყველაფერი აქ არის მოცემული ფურცლებზე და მე მინდა გითხრათ, რომ კატალოგიდან, აი ასე ელექტრონული კატალოგიდან შეკვეთის გაკეთება არის ძალიან მარტივი, ვინაიდან თუ რომელიმე პროდუქტი მომეწონა, გვერდზევე მთავაზობს მის კალათში დამატებას და შემიძლია ძალიან მარტივად დავამატო. კიდევ გადავფურცლი. აი აქაც ნახეთ, მთავაზობს იმ პროდუქტებს, რომლებიც ამ გვერდებზე არის მოცემული, დავამატებ მაგალითად. აგერ მთავაზობს კიდევ აქ. მოკლედ, აი ასე გადავფურცლი კატალოგს, შემიძლია გადავყვე. საკმაოდ მოცულობითი კატალოგი არის, 300 გვერდზე მეტი არის, ისე რომ თქვენ გარკვეული დრო დაგჭირდებათ ამის სანახავად. და შეგიძლიათ ასევე ძალიან მარტივად ჩაამატოთ თითოეული პროდუქცია კალათში. ეს არის შეკვეთის გაკეთების ერთ-ერთი მარტივი ხერხი, თუმცა არსებობს სხვა ხერხებიც და მე მინდა რომ გითხრათ აი ამ სხვა ხერხების შესახებ. ხშირად ხდება, როდესაც მომხმარებელი ან კონსულტანტი სარგებლობს კატალოგის ბეჭდური ვერსიით. შესაბამისად, როდესაც ბეჭდური ვერსია გაგაჩნიათ, თქვენ ათვალიერებთ კატალოგს ხელზე და შეგიძლიათ უკვე ძალიან მარტივად ამოიწეროთ კოდები იმ პროდუქციის, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ. გაცნობებთ, ვინც არიცით, რომ ჩვენთან თითოეულ პროდუქტს ფასის გარდა გააჩნია თავისი კოდი, იგივე არტიკული, აი მაგალითად მიცელარული ლოსიონი, ხო? მისი კოდი არის 0253, ფასი 9.79, ხო? აი ასე. ყველაფერს აქვს თავისი კოდი. თქვენ როდესაც სარგებლობთ ბეჭდური ვერსიით, შეგიძლიათ ონლაინ ვერსიითაც ისარგებლოთ, მაგრამ უბრალოდ კოდები ამოიწეროთ ფურცელზე და მერე შედარებით სწრაფი ტემპით გააფორმოთ შეკვეთა, ვიდრე ასე ონლაინ კატალოგში ეძებდეთ და ამატებდეთ კალათში. მოკლედ, მე იმედი მაქვს, რომ მიხვდით როგორ ხდება კატალოგის გადაფურცლა და აქედან პროდუქციის ჩამატება. მოდით განვიხილოთ ახლა თუ როგორ შეიძლება სწრაფი შეკვეთის გაფორმება. მივდივარ ისევ ზედა მარჯვენა კუთხეში და ჩვენ დავინახავთ, აგერ არის აქ კალათა. აი, კალათა, ნახეთ, დავაჭერ კალათას და უკვე გამომივიდა მე აქ პატარა ბლანკივით სპეციალურად აწყობილი გვერდი, მე მოვხვდი ჩემს კალათში და მაქვს შესაძლებლობა, რომ გავაფორმო შეკვეთა გაცილებით ჩქარი ტემპით, ვიდრე კატალოგიდან დამატება, როგორც უკვე გითხარით. ამ შემთხვევაში მე აუცილებლად უნდა მქონდეს ამოწერილი კოდები ფურცელზე, დავაჭერ აი ამ ღილაკს, შეკვეთა არტიკულით და ვიწყებ უბრალოდ კოდების მითითებას. მოდით დავიწყოთ. მაგალითად,
მე მინდა 0758, ეს არის დღის კრემი, დავამატე. შემდეგ 0759, ეს არის ღამის კრემი. ნახეთ, გამოაქვს აი ასეთი ტაბლო, სადაც შემიძლია რაოდენობა შევცვალო, ან პირდაპირ დამატებას დავაჭირო. აი აქ ემატება ეს ყველა პროდუქტი. და მე ყველა იმ პროდუქტს ჩავამატებ, რომლის შეძენაც მინდა, მაგალითად 1078. სახისა და ყელის წრიული პლასტიკა კრემი, შესანიშნავი, დავამატე. მაგალითად მინდა დავამატო კაცრავად კბილის პასტა. თქვათ ეს კბილის პასტა მინდა 2 ცალი. აი ასე დავამატებ. თქვათ მინდა ჩვენი საოჯახო ქიმია, რომელზეც ახლა ფასტაკლება გვაქვს, ქურების და ღუმელების საწმენდის საშუალება. და თქვათ მინდა 5 ცალი, კი ბატონო, დავამატე. თქვათ მინდა ხელის საპონი. რომელიმე ვნახოთ, რომელზე გვაქვს ახლა ფასტაკლება. გვენი 204-ზე. ციტრუსის სურნელით აგერ დავამატე. მოკლედ, აი ასეთნაირად ვამატებ ყველა იმ პროდუქტს, რომლის შეძენაც მსურს, რომ არ დაგტვირთოთ მეტ არტიკულებს არ ჩავწერ ახლა აქ და შემდეგ უნდა დავაჭირო კალათში გადატანას. ყველაფერი წარმატებით დაემატა ჩემს კალათას და აქ უკვე მაჩვენებს ჩემს შეკვეთას. მინდა გითხრათ, რომ კალათში დამატების დროს თუ კი ამოვა აი აქ ტაბლო, სადაც ეწერება, რომ რომელიმე პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი და კალათში არ ემატება, ეგ იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ესა თუ ის პროდუქტი არ არის საწყობში და თქვენ მის გამოწერას ვერ შეძლებთ. ამიტომ ეს კოდი შეინახეთ და მოსინჯეთ ცოტა მოგვიანებით. აი ასე ჩავამატე ყველა პროდუქტი და აქვე მინდა გითხრათ, რომ ის პროდუქტები, რომელიც არის რომელიმე აქციის მონაწილე, მაგალითად, აი ეს კბილის პასტა, ხო? ნახეთ, 2 და 99 თეთრი ღირს იგი კატალოგში. იმ შემთხვევაში თუ კი მექნება ყოველი 19 ლარის შენაძენი. ანუ ყოველ 19 ლარიან შენაძენზე ეს კბილის პასტა მეძლევა 1 ცალი 2 და 99 თეთრად. ასეთ აქციებს პროგრამა ავტომატურად მიუთითებს თქვენს შეკვეთაში, თუ რა თქმა უნდა, გაქვთ შესაბამისი რაოდენობა შეკვეთებისა. თუ თქვათ წითლად დაგიწერათ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ან თანხა არ ყოფნით, ან არ გაქვთ სწორად მითითებული აქცია და თქვენ აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რომ არასწორ ფასში არ გამოწეროთ ესა თუ ის პროდუქტი. ასევე შესანიშნავი აქციაა ახლა მაგალითად დღის და ღამის კრემებზე, რომლის გასაყიდი ფასი არის 24 ლარი, ორივე შეძენის შემთხვევაში და მე ორივე პროდუქტი ჩავამატე და პროგრამამ თვითონ დამითვალა მათი სააქციო ღირებულება და დამისვა მწვანე ფონზე. ამიტომ სწორედ მაქვს ყველაფერი მითითებული და შესაძლებელია, რომ მე აქ არაფრის შეცვლა აღარ დამჭირდეს. თუმცა, თუ კი თქვენ რამის დამატება კიდევ გსურთ, შემიძლია ისევ შეკვეთა არტიკულით დავაჭირო აქ. ავირჩიო თუნდაც მაგალითად ტონალური 661. ნახეთ, დავამატე და ესეც უნდა გადავიტანო კალათში. გადავიტანე კალათში, დაემატა ჩემ შეკვეთას. მაგალითად, მინდა რომელიმე პროდუქტი ამოვშალო, ვთქვათ, მინდა რომ აგერ ქურების საწმენს მოვაკლო რაოდენობა 5 მიწერია, შემიძლია რომ 4 ჩავწერო. ან სულაც მეტი ჩავწერო, 6 ჩავწერო მაგალითად. სუნის გამქრობი ციტრუსის სურნელით მინდა მაგალითად 3, ძალიან მარტივად შევცვლი ამ ყველაფერს. მაგალითად, მსურს რომ ეს ტონალური, რომელიც ახლა ჩავამატე, ამოვშალო საერთოდ, აგერ არის ღილაკი წაშლის და შემიძლია რომ წავშალო.
მოკლედ ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივი, კალათში დამატება არის უადვილესი და ყველა შეუძლია რომ მის კალათში მოათავსოს ის პროდუქცია, რომლის გამოწერაც სურს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პერსონალური აქციები, როდესაც თქვენ დაასრულებთ თქვენს მიერ მითითებული კოდების ჩამატებას კალათში, შეგიძლიათ უკვე პერსონალურ აქციებზე გადახვიდეთ. აქ იქნება სხვადასხვა შეთავაზებები, რომელიც მხოლოდ თქვენთვის არის ხელმისაწვდომი ბონუსის შენაძენისთვის, მაგალითად, აგერ გთავაზობთ პროგრამას სხვადასხვა პროდუქციას. Like Faberlic, ეხლა ეს კონსულტანტი, რომლის კაბინეტშიც ვიმყოფები მე, სარგებლობს 70%-იანი ფასდაკლებით ყოველ კატალოგზე ერთ პროდუქტზე და შეუძლია რომ გამოიწეროს აი ამ პროდუქციიდან მთელი დიდი ასორტიმენტი და რომელიმე პროდუქტი ძალიან დიდი ფასდაკლებით და თქვენს გირჩევთ რომ აუცილებლად ისარგებლოთ. თუ არ იცით როგორ ისარგებლოთ 70%-იანი ფასდაკლებით, გთხოვთ დამიკავშირდეთ პირადად და მე აუცილებლად დაგიხსნით ამ ყველაფერს. ასევე ეს კონსულტანტი სარგებლობს სასტარტო პროგრამით და მას აგერ მშვენიერი შესანიშნავი ნაკრები აქვს ასაღები, რომელთაც აუცილებლად ისარგებლებს. ასევე გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, რომლებშიც თქვენ იპოვით ხან დღის პროდუქტს დიდი ფასდაკლებით, ხან დიდ ფასდაკლებებს და აუცილებლად გირჩევთ რომ გადახედოთ ხოლმე აი ამ პერსონალურ აქციებს, შესაძლოა თქვენთვის სარგებლიანი რომელიმე პროდუქტი იპოვოთ. როგორც წესი, კატალოგი ემატება ხოლმე მომდევნო კატალოგი ემატება შეკვეთას. ამჯერად ამ შეკვეთას ემატება ნომერი მე-5 კატალოგი, მისი კოდი არის 93125 და მე თუ ერთ კატალოგზე მეტი მინდა, ჩვეულებრივ არტიკულის საშუალებით, აი აგერ ჩავწერ 93125 და ჩავამატებ მაგალითად მეორე კატალოგს. რომ შემეძლოს ეს მეორე კატალოგი ჩემს მეგობარს გავატანო ან დავტოვოსადმე და ერთი მე პირადად მქონდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ჩვენ დავაკვირდეთ რამდენი ლარის შეკვეთა გვაქვს აკრეფილი. აი აქ დავაჭერთ და მიწერს, ნახეთ, ჩვენი შეკვეთა კატალოგის ფასით 102 ლარი და 6 თეთრის არის. ეკონომია გვაქვს 20 ლარი და 8 თეთრი, ანუ საწყობის თანხით შეკვეთის თანხა იმ წუთას არის 82 ლარამდე. და მე ვიდრე გაგრძელებაზე გადავალ, აუცილებელია რომ მივუთითო მისამართი თუ სად ჩამოვას ჩემი შეკვეთა. ქვედა მარცხენა კუთხეში თქვენ იპოვით მისამართის მისათითებელ განყოფილებას. ახალი მიწოდების მისამართი, დავაჭერ მისამართის შერჩევას, დავწერ ქართული ასოებით ქალაქის დასახელებას, თუ სად მინდა ჩემი შეკვეთა მივიღო, მაგალითად თელავი, აგერ ჩაწერილიც არის, თელავი, ასე მომინიშნავს თვითონ პროგრამა და შემდეგ უკვე მიწოდების ტიპი. თავად გატანა ნიშნავს იმას, რომ ჩემი შეკვეთა ჩამოვა მითითებულ პუნქტზე, ეხლა მე რასაც ავირჩევ, მე მივდივარ შემდეგ პუნქტზე და გამომაქვს ჩემი შეკვეთა. აირჩიეთ სიიდან, თელავში არის რამოდენიმე ოფისი, მე რა თქმა უნდა ჩემს ოფისს ავირჩევ, ჭავჭავაძის 52 ნომერში მდებარეობს ჩემი ოფისი, დავაჭერ შერჩევას, არჩევა და შენახვა როგორც ნაგულისხმები, ანუ მივუთითე მისამართი და შემიძლია უკვე გადავიდე გაგრძელებაზე. არის აქვე მეორე ნიუანსი და იმ რაიონში, თუ კი იმ რაიონში იმყოფებით, სადაც არ არის პუნქტი, ანუ ოფისი, გამცემი პუნქტი არ არის Faberlic-ის, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინაზე მიწოდებით. ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად ხდება და მე ახლა გაჩვენებთ. ავირჩიე ახალი მიწოდების მისამართი. შემდეგ ვირჩევ არა თავად გატანას, არამედ საკურიერო მომსახურებას, დავაჭერ არჩევას. დასახლებული პუნქტი, ამჯერად მაგალითად ავირჩიოთ ლაგოდეხი. თქვათ ლაგოდეხში არ არის ჯერჯერობით პუნქტი. ჩავწერ ქუჩას, მაგალითად ლაგოდეხის ქუჩა. ჩავწერ ნომერს, ნომერი პირველი, რა თქმა უნდა ვიგონებ ახლა მისამართს. შემიძლია აქვე რაღაც დამატებითი ინფორმაცია მიუთითო და აუცილებლად საჭირო არის საფოსტო ინდექსი, რომელიც ლაგოდეხელებისთვის არის 2700 მაგალითად.
რა თქმა უნდა, აქ შეგიძლიათ თქვენი პერსონალური მისამართი. ეს იქნება ქალაქი თელავი, ქალაქი თბილისი, როდესაც გინდათ ბინაზე მოგემსახურონ, აი ასეთი სახით უნდა შეავსოთ ეს ბლანკი და მერე დაელოდოთ თქვენ შეკვეთას. ავირჩევ აუცილებლად არჩევას, ანუ მე ავირჩიე საქართველოს პოსტის მომსახურება, დავაჭერე გაგრძელებას. და უკვე ჩემი შეკვეთა არის გადამისამართებული ლაგოდეხზე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცოტა სხვანაირი არის მიწოდების წესები, რომელსაც უკვე პირადად აგიხსნით, როდესაც დამიკავშირდებით. მოდით ჩვენ ახლა ისევ ავირჩიოთ ჩემი გამცემი პუნქტი, ანუ ჭავჭავაძის 52 დავაჭირი აქ მიწოდებას. და გაჩვენებთ ახლა როგორ დავასრულო შეკვეთა. დავაჭირე ღილაკს გაგრძელებას, შემდეგ აქ მიჩვენებს პროგრამა, რომ დარჩა მნიშვნელოვანი აქციები, რომლებიც არ გამოგიყენებიათო, შემიძლია ეს აქციები მოგვიანებით გამოვიყენო, ან დავბრუნდე და შევარჩიო. ამ შემთხვევაში შევარჩევ მოგვიანებით გამოყენებას, დავაჭირე გაფორმებას, კიდევ გაგრძელება. აი აქვე დაბლა ხშირად ერევათ ხოლმე სად ნახონ არიციან პროდუქცია, რომელიც არის ამ შეკვეთაში. აი ასე ჩამოყვებით და ყველაფერი ჩანს თუ რა გაქვთ შეკვეთაში და რა ფასად გაქვთ გამოწერილი. კიდევ ვიმეორებ, რომ აქ არის ორი ფასი, კატალოგის ფასი, ანუ გასაყიდი ფასები და თქვენი ფასი, იგივე საწყობის ფასები. ზოგიერთი სარგებლობს 20% ფასდაკლებით, ზოგიერთი 26% ფასდაკლებით, ამასთან დაკავშირებითაც პირადი კონსულტაციის დროს მოგახსენებთ. ეხლა ჩვენი შეკვეთა აგერ დაგენერირდება უკვე და მე როგორც დავაჭერ ღილაკს შეკვეთას, ჩემი შეკვეთა უკვე მზად იქნება მოსაგროვებლად. ცენტრალური საწყობი, რომელიც თბილისში მდებარეობს, უახლოს რეისზე მოაგროვებს ჩემ შეკვეთას და გამომიგზავნის მითითებულ მისამართზე, ანუ თელავში ჭავჭავაძის 52-ზე. თუ მინდა კიდევ ვიმეორო პროდუქციის სიის ნახვა, აგერ დავაჭერ ამ სიას, ჩამოვყვები და ნახავ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც მაქვს მე გამოწერილი. მოდით ახლა გადავიდეთ ისევ პირად კაბინეტში და ნახოთ ძირითადი მენიუ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაქვს მაუსი ზედა მარჯვენა კუთხეში, ვაჭერ პირად კაბინეტს და გადავდივარ ჩემს პირად კაბინეტში. აი ეს ზოლი, ეს ამ კონსულტანტისთვის არის პერსონალურად, ვინაიდან იგი სასტარტო პროგრამაში მონაწილეობს, შესაძლოა თქვენთან ეს არ იყოს. ან შეიძლება თუ კი ახალბედა იქნებით, თქვენს გქონდეთ ამ სასტარტო პროგრამაში მიღების შესაძლებლობა, მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ესეც უკვე პირადი განხილვის საკითხია. მე მინდა ახლა გაჩვენოთ ჩვენი ძირითადი მენიუ, ონლაინ მენიუ, სადაც ჩვენი პროდუქცია დალაგებული არის კატეგორიების მიხედვით. ნახეთ მოვლის პროდუქტები მაგალითად. კატეგორიების მიხედვით მე ძალიან მარტივად შემიძლია შევარჩიო ყველა ის პროდუქტი, რომელიც მაინტერესებს. მაგალითად მოვლა, მაგალითად მაკიაჟი, მაგალითად პარფიუმერია. მაგალითად გადავიდეთ პარფიუმერიაზე, ხო? და მომწონს რომელიმე არომატი მაინტერესებს, გავხსნი აი ამ პროდუქტს. წავიკითხავ ყველა დეტალურ ინფორმაციას მის შესახებ და შემიძლია ძალიან მარტივად დავამატო კალათში. ანუ ეს კიდევ ერთი ხერხი არის შეკვეთის გაფორმების, როდესაც მე ვათვალიერებ ძირითად მენიუს და აი ამ მენიუდან ვამატებ კალათში პროდუქციას, ხოლო შემდეგ ვადასტურებ ძალიან მარტივად კალათში გადასვლის შემდეგ. კიდევ ერთი რაღაც მინდა გაჩვენოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად შეკვეთას აფორმებენ, მაგრამ ვეღარ პოულობენ მერე ამ შეკვეთას, რომ ჭირდებათ რაიმეს ნახვა. გადავდივარ პირად კაბინეტზე და აი ასეთი სამუშაო ველი გვაქვს, ჩვენ რეგისტრაცია, ჩემი ანგარიში, კუპონები და ბარათები. რეგისტრაციით სხვათა შორის შეგიძლიათ ამ თქვენი ღილაკიდანვე თქვენი მეგობრები დაამატოთ თქვენს გუნდში და არეგისტრიროთ. ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა შეავსოთ მოცემული ველები, ამასთან დაკავშირებით ცალკე ვიდეო მაქვს ჩაწერილი, რომელსაც მარტივად იპოვით ჩემს არხზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ შეკვეთის გადახდა ძალიან მარტივია ბარათის საშუალებით. დააჭერთ ჩემი ანგარიში
აი ამ ღილაკს, აქ გამოდის ნახეთ ანგარიშის შევსება საბანკო ბარათით გადახდა. დავაჭერ აგერ საბანკო ბარათით გადახდას, დავწერ თანხას თქვათ 20 ლარი მინდა გადავრიცხო, დავაჭერ შემდეგს, გადავდივარ უკვე. ნახეთ TBC ბანკის მომსახურე გვერდზე გადავდივარ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მე მხოლოდ TBC ბანკის ბარათით შემიძლია გადახდა. ნებისმიერი ბანკის ბარათით შემიძლია თანხის გადახდა და შევსება ფაბელიკის გვერდზე ჩემი ანგარიშის შევსება. ესეც ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დარიცხოთ თქვენი შეკვეთის ღირებულება. და შემდეგ ჩემი შეკვეთები ძალიან მარტივი მოსაძებნია, აი ამ ჩემი შეკვეთებს დააჭერთ, ჩამოყვებით ცოტა ქვევით, ნახეთ და იქნება აქ ცხრილივით გაკეთებული, სადაც არის მთელი შეკვეთები განთავსებული. წინა შეკვეთები, ეხლა რაც შეკვეთა მაქვს გაფორმებული, ნახეთ მიწოდების თარიღი, ანუ როდესაც მომივა ჩემი შეკვეთა. შეკვეთის სტატუსი მზადაა მოსაგროვებლად, იმას ნიშნავს, რომ რეისში მოხდება, მოგროვდება და გამომეგზავნება. თუ კი გაცემულია სტატუსი აწერია, ესე იგი უკვე მოსულიც არის ეს შეკვეთა და ოფისიდან გატანილიც მაქვს და გაცემა გააკეთა ოფისმა. შეკვეთის ნომერი, რომელიც ცისფერი რიცხვებით წერია ხოლმე, ძალიან მარტივი სანახავია და ამავე რიცხვზე დაჭერით შეგიძლიათ გახსნათ ესა თუ ის შეკვეთა და გაეცნოთ ყველა იმ პროდუქტს, რაც ამ შეკვეთაში იყო მოთავსებული. აგერ ნახეთ. შემიძლია ასევე დავბრუნდე და წინა შეკვეთა გავხსნა, რომელიც მე მაქვს უკვე წაღებული, გადახდილი და ანგარიშწორება დასრულებული. აი ესეთი მარტივი საიტი გვაქვს, ეს იყო ძალიან მოკლედ ჩვენი საიტის შესახებ, ეს იყო ძალიან საჭირო ინფორმაცია და იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ დაგეხმარებათ ეს პატარა ვიდეო გაკვეთილი. გთხოვთ კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდეთ სოციალურ ქსელებში, ან შეგიძლიათ დამირეკოთ ტელეფონზე 593224545. მე ყველას გისურვებთ წარმატებას, იღბლიან შენაძენებს და ისიამოვნეთ ჩვენი ფაბელიკის პროდუქციის მოხმარებით. აბა დროებით, დიდი სიყვარული და პატივისცემით კომპანია ფაბელიკიდან ეკა გაბაშვილი.